წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის სამხედრო ძალა არასდროს იქნებოდა საკმარისად ძლიერი, რათა რეალურად სერიოზული გამოწვევა შეექმნა მის არმიას, ან საფრთხე შეექმნა მის რეჟიმისთვის. მაშინაც კი, როდესაც უკრაინული დრონები ფრენას იწყებდნენ ფრონტის ხაზებს ზემოთ და რუსულ რეგიონებში, პრეზიდენტი მაინც დარწმუნებული რჩებოდა იმაში, რომ მისი ქვეყნის დამარცხება შეუძლებელი იყო. რუსეთი ყოველთვის უფრო ძლიერი იქნებოდა. ყოველთვის იარსებებდა უხილავი ჭერი ან ზღვარი, თუ რამდენად ძლიერი შეიძლებოდა გამხდარიყო უკრაინა. და ეს არასდროს იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ მიეყენებინა იმ დონის სერიოზული და მუდმივი ზიანი, რაც ომის მოსაგებად იყო საჭირო. პუტინი ცდებოდა და უკრაინამ ეს ახლახან დაამტკიცა. მან გაანადგურა ძალის ვარი და დაამსხვრია ჭერი. მიაღწია იმას, რასაც ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა და დღეს ბრძოლის ველზე სრულიად ახალ სიმაღლეებზე ავიდა ძალითა და შესაძლებლობებით. რომ გავიგოთ ეს ცვლილება, უნდა დაუბრუნდეთ უკრაინის მიმდინარე კამპანიის ადრეულ ეტაპებზე. რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. კიევი უკვე რამდენიმე წელია, რაც მიზანში იღებს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და მილსადენები. მაგრამ 2025 წელს სერიოზულად გაზარდა შეტევების მასშტაბი, როდესაც რუსეთის 38 ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 21-ზე მიიტანეს იერიში, რაც წინა წელთან შედარებით წარმატებული დარტყმების 48%-იან ზრდას ნიშნავს. 2025 წლის განმავლობაში თითქმის არც ერთი კვირა არ გადიოდა ისე, რომ რუსულ ნავთობქარხნებში ხანძრების, აფეთქებებისა და დრონების შეტევის შესახებ ახალი ამბები არ გავრცელებულიყო. ჯამში ამ თავდასხმებმა ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორზე სერიოზული გავლენა მოახდინა, რადგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საერთო სიმძლავრეების დონე 2025 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე დარტყმების პიკში 40%-ით შემცირდა. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ასევე დაიწყეს სამხედრო საწარმოებზე უფრო რეგულარული თავდასხმები, რამაც ხანძრები და აფეთქებები გამოიწვია იმ ადგილებში, სადაც რუსეთი თავის დრონებს, რაკეტებსა და სხვა საბრძოლო მასალებს აწარმოებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმების გავლენა მნიშვნელოვანი იყო და ინტერნეტში გაზიარებული მასიური აფეთქებებისა და ჰაერში ამოსული კვამლის სურათები და ვიდეოები ვიზუალურად შთამბეჭდავი იყო. საქმე იმაშია, რომ ამ დარტყმებიდან ბევრი იმდენად ეფექტური არ იყო, რამდენადაც საჭირო იყო. ამის ორი მთავარი მიზეზი იყო. პირველი იყო რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ომის მიმდინარეობისას კრემლის თავდაცვითი სისტემების ეფექტურობა საფუძვლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რუსეთს მაინც საკმაოდ დიდი მარაგი ჰქონდა მნიშვნელოვანი რესურსების, როგორიცაა S-300, უფრო თანამედროვე S-400, Tor M2, Buk M3 და Pantsir SM. მას შემდეგ, რაც რუსმა მეთაურებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინა ცდილობდა მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას, მათ ამ რესურსების დიდი ნაწილი გადაანაწილეს სტრატეგიულ ადგილებში, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალები, რათა ჩამოეგდოთ კიევის მიერ გაგზავნილი დრონებისა და რაკეტების უმეტესობა. ეს თავის მხრივ ნიშნავდა, რომ თუკი ზოგიერთმა უკრაინულმა დრონმა კიდეც მოახერხა მიზანში მოხვედრა, ბევრი სხვა დრონი იკარგებოდა, რაც ზღუდავდა იმ ზიანს, რომელსაც ქვეყანა თავის მოწინააღმდეგეს აყენებდა. მეორე და შეიძლება ითქვას უფრო დიდი პრობლემა იყო ის, რომ უკრაინის ძალებს უწევდათ შედარებით პრიმიტიული და საკმაოდ მცირე ზომის დრონების გამოყენება თავიანთი დარტყმებისთვის. თუნდაც უფრო განვითარებული მოდელებიც კი მხოლოდ შედარებით მცირე საბრძოლო თავაგებს ატარებდნენ, რაც ნიშნავდა, რომ თუნდაც რუსეთის თავდაცვას აეცილებინათ და დანიშნულების ადგილზე მიეღწიათ, მათ არ ჰქონდათ საკმარისი ასაფეთქებელი ძალა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რეალურად გაეთიშათ. ამ მიზეზით მრავალი შემთხვევა იყო, როდესაც დრონების დარტყმები ხდებოდა და ობიექტები დროებით ითიშებოდა, მაგრამ მალევე ისევ მუშაობას იწყებდნენ. ზიანი მაინც იყო და ამას მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმგვარი კრიზისისა და კოლაფსის გამოსაწვევად, რასაც კიევის ძალები იმედოვნებდნენ. თუმცა 2026 წელს ყველაფერი შეიცვალა, რადგან უკრაინამ ორივე ამ პრობლემისთვის გამოსავალი იპოვა. პირველ რიგში მან სისტემატურად დაიწყო რუსეთის საჰაერო თავდაცვის განადგურება. ანგარიშები აჩვენებს, რომ 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე უკრაინამ თითქმის 500 შეტევა განახორციელა მტრის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე და კიდევ 423 შეტევა ანტიწვდომისა და საჰაერო შეზღუდვის საშუალებებზე. მას შემდეგ ეს ტენდენცია გაგრძელდა. მხოლოდ ყირიმში მიმდინარე წლის მარტიდან მაისამდე 24 რადარის სისტემა განადგურდა. მხოლოდ აპრილში 25 საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდა, მათ შორის Tori, Buki, Osa და Pantsiri. ათეულობით, მათ შორის რუსეთის საუკეთესო სისტემებიც კი, როგორიცაა S-400-ები, ასევე განადგურდა. და როცა უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს მტრის ტერიტორიაზე, კრემლის სარდლებს სულ უფრო ნაკლები რესურსი რჩებათ ხელთ. შედეგად მათ უწევთ არჩევა და გადარჩევა, რომელი ქალაქები, დასახლებები და ინფრასტრუქტურის ობიექტები დააყენონ პრიორიტეტად დასაცავად, ხოლო დანარჩენები სრულიად დაუცველი რჩება. მაგალითად, მასობრივი დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვზე გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა მეტი S-300 და S-400 ტიპის თავდაცვითი სისტემა გადაიტანა დედაქალაქში, რის შედეგადაც სხვა რეგიონები დასუსტა. ერთმა უკრაინელმა დრონის ოპერატორმა, რომელსაც ჩერჩილი ეძახიან, განაცხადა, რომ რუსეთი კარგავს ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის კონცეფციას, რადგან უფრო მეტი სისტემა ნადგურდება და უფრო მეტი ბრმა წერტილი ჩნდება.
ამის პირდაპირი შედეგია ის, რომ ახლა უკრაინისთვის ბევრად უფრო მარტივია იპოვოს თავისუფალი კორიდორები რუსეთის ტერიტორიებზე, იმ ადგილებამდე, რომელთა მიზანში ამოღებაც საცურს. მას შეუძლია გაგზავნოს დრონები, ჯგუფები და რაკეტების ზალპები ამ მიმართულებებზე ისე, რომ აღარ უწევს დიდი რისკის გათვალისწინება, რომ ისინი გზაში ჩამოაგდებენ. ეს თავის მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ კიევის ძალებს შეუძლიათ უფრო თავდაჯერებულად გამოიყენონ უფრო დიდი და მძიმე იარაღი, სწორედ ამავე სამიზნეების წინააღმდეგ. რაც მიგვიყვანს მეორე დიდ ცვლილებამდე 2026 წელს, უფრო დიდი საბრძოლო თავების გამოყენებამდე. ამ დროამდე უკრაინა როგორც წესი იყენებდა საბრძოლო თავებს, რომელთა წონა ათეულობით კილოგრამში ადგენდა. როგორც ევრომაიდანი აღნიშნავს, ეს უბრალოდ საკმარისი არ არის, რომ გაარღვიოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო საწარმოებში არსებული სქელი ფოლადის ბარიერები და ბეტონის კედლები. და თუ დრონები ოდნავაც კი აცდებოდნენ სამიზნეს, მათ შესაძლოა საერთოდაც ვერ მიეხენებინათ რეალური ზიანი. ფაქტობრივად, ისინი შეძლებდნენ კონკრეტული სამიზნის დაზიანებას მხოლოდ მაშინ, თუ პირდაპირ მას მოხდებოდნენ, ანუ სჭირდებოდათ სუსტი დარტყმა. რამდენიმე ფუთით აცდენა ან კედლის მეორე მხარეს მოხვედრა მინიმალურ ზიანს გამოიწვევდა. შეკეთება სწრაფად იქნებოდა შესაძლებელი. 2025 წლის განმავლობაში უკრაინელმა ანალიტიკოსებმა გააცნობიერეს, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. ისინი იყენებდნენ მსუბუქ საბრძოლო თავებს, რათა მათი დრონებს მეტი საწვავი ეტარებინათ და უფრო შორ მანძილზე გადაადგილებულიყვნენ, რათა სამიზნეები რუსეთის საზღვრის მიღმა დაეზიანებინათ. მაგრამ ამ უპირატესობას თავისი ფასი ჰქონდა. შედარებით პატარა საბრძოლო თავები უბრალოდ საკმარისად ძლიერი არ იყო. საბედნიეროდ, მზა გადაწყვეტა გამოჩნდა Firepoint FP2 დრონის სახით. თავდაპირველად მას ჰქონდა მაქსიმალური ფრენის დრო 2.5 საათი, მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრამდე, ანუ 125 მილამდე და საბრძოლო თავი, რომელიც 105 კილოგრამამდე, ანუ 230 ფუნტამდე იწონიდა. ამ სისტემამ თამაშის წესები შეცვალა. Firepoint-მა მას შემდეგ შეიტანა მოდიფიკაციები, რომლებიც FP2-ის საშუალებას აძლევს გადაიტანოს უზარმაზარი 200 კილოგრამი, ანუ 440 ფუნტი ასაფეთქებელი ნივთიერება, კიდევ უფრო დიდ მანძილზე, 370 კილომეტრამდე, ანუ 230 მილამდე. ისინი უფრო ძვირიღის, მაგრამ გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ის მარტივი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებზეც კიევი ადრე იყო დამოკიდებული, მაგალითად ლუხუთი. და მას შემდეგ, რაც ისინი გამოჩნდნენ, FP2 დრონები მრავალჯერ იქნა გამოყენებული საშუალო და გრძელ დისტანციაზე რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში. მათ გააკეთეს ხვრელები ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებში, მაგალითად, პირველადი დისტილაციის დანადგარებში. მათ სამხედრო საწარმოებში მთელი შენობების ჩამონგრევა გამოიწვიეს და რუსეთს ბევრად უფრო დიდი ზიანი მიაყენეს და ბევრად მეტი ხარჯი დააკისრეს, ვიდრე მათამდე არსებული უფრო მარტივი და პატარა დრონები. და ისინი ერთადერთები არ არიან. უკრაინამ ასევე დაიწყო სხვა მძიმე, შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალების გამოყენება, რომლებიც აერთიანებენ როგორც დიდ მანძილს, ასევე მძიმე საბრძოლო თავებს. მაგალითად, ბეჰემოთი დრონი, თავისი სახელის შესაბამისი ცის უჩხულია, რომელსაც ერთი კი არა, ორი დამოუკიდებელი საბრძოლო თავი აქვს. ერთი 40 კილოგრამი, ანუ 88 ფუნტი, ხოლო მეორე 35 კილოგრამი, ანუ 77 ფუნტი. როგორც ერთმიმართულებიანი შეტევითი დრონი, ბეჰემოთი თავის საბრძოლო თავებს არ აგდებს. ამის ნაცვლად, ტანდემური საბრძოლო თავი შეჯახებისას ფეთქდება და მიზნის გარედაცვას ხრეთს, სანამ უფრო დიდი თერმობარული საბრძოლო თავი რამდენიმე წამში შიგნით აფეთქდება და გაცილებით დიდ ზიანს აბენებს. ასეთი დრონებით უკრაინა აღარ ზღუდავს ზიანს მხოლოდ რუსეთის ქარხნებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გარე კედლებსა და გარსებზე. ის გვერდს უვლის მათ ბარიერებს და შიგნიდან ანადგურებს მათ. ეს ადგილზე უზარმაზარ ცვლილებას იჭერს. თავდასხმები, რომლებიც ადრე შეიძლება მხოლოდ მცირე უსიამოვნებად ან დისკომფორტად მიეჩნიათ რუსებისთვის, ახლა ნამდვილ კატასტროფებად იქცევა. დარტყმები, რომლებიც ადრე მინიმალურ ზიანს აყენებდა და მხოლოდ რამდენიმე დღეში შეიძლებოდა შეკეთებულიყო, ეხლა ობიექტებს კვირეობით ან თვეებით გამოჰყავს მწყობრიდა. ცუდი ამბავი, სულ მცირე უკრაინისთვის ისაა, რომ ეს უფრო მძიმე დრონები მხოლოდ გარკვეულ მანძილზე შეუძლიათ ფრენა. მაგალითად, ბეჰემოთს მხოლოდ 300 კილომეტრის, ანუ 185 მილის დაფარვა შეუძლია. ეს კი მათ საშუალო მანძილის კატეგორიაში აგანებს. მაგრამ რა მოხდება თუ უკრაინა სურს ბევრად უფრო შორეულ მიზნებზე დარტყმა? საბედნიეროდ, ამაზეც აქვს პასუხი. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში ერთადერთი გზა, რომლითაც უკრაინას რეალურად შეეძლო ასობით მილის სიღრმეში რუსეთის ტერიტორიაზე მიზნების დაზიანება, გახდათ შორი მანძილის დრონების გამოყენება. მას არ ჰქონდა ისეთი ტიპის რაკეტები, რომლებიც ესეთ დიდ მანძილებს დაფარავდნენ. ყველაფერი რაც ჰქონდა იყო პატარა დრონები, რომლებიც მაქსიმუმ რამდენიმე ათეულ ფუნტ ასაფეთქებელს ატარებდნენ. მრავალი მათგანი რუსულმა თავდაცვამ ჩამოაგდო, მაგრამ ზოგი მაინც აღწევდა მიზნამდე. თუმცა ზუსტად იმავე მიზეზების გამო, რაც ადრე განვიხილეთ, მათ არ შეეძლოთ ხანგრძლივი ზიანი მიეყენებინათ.
კიდევ ერთხელ უკრაინელმა ანალიტიკოსებმა ეს პრობლემა გამოავლინეს და მის გამოსასწორებლად მუშაობა დაიწყეს. და ასეთი პრობლემის გამოსასწორებლად პასუხი საკმაოდ მარტივია. საჭიროა იარარი, რომელსაც შეუძლია უფრო შორს და უფრო სწრაფად იმგზავროს და ბევრად უფრო დიდი საბრძოლო ტვირთი მიიტანოს, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები. მოკლედ, თქვენ გჭირდებათ ფრთოსანი რაკეტები. ასე რომ Firepoint-მა იმავე კომპანიამ, რომელმაც შექმნა FPFP-2 დრონი და რომელიც უკრაინის სწრაფად მზარდი თავდაცვის სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, შეიმუშავა FPFP-5 ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც სვანაირად Flamingo-საც უწოდებენ. მისი რეაქტიული ძრავის წყალობით ეს რაკეტა, რომლის ღირებულება დაახლოებით $500,000 ერთეულზე, აქვს საოცარი მოქმედების რადიუსი 3000 კილომეტრი, ანუ 1900 მილი. ის ატარებს 1150 კილოგრამიან, ანუ 2540 ფუნტიან საბრძოლო ქობინს. ის წარადგინეს 2025 წლის აგვისტოში და ამის შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდა Firepoint-ის ინჟინერებს, რათა დაეხვეწათ თვითქვეწად თვითქმარი ინერციული ნავიგაციის სისტემა, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ეს რაკეტა სწორად ემუშავა და მიზნებზე ზუსტად დაერთხა. ეხლა, როცა ეს მოახერხეს, Flamingo-ს სრული სიმძლავრე გათავისუფლებულია და რუსეთი უბრალოდ ვერ უმკლავდება მას. 27 ივნის გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის ვოლგოგრადის ვოლგოგრადის რეგიონში მდებარე ტიტან ბარიკადის რაკეტების ქარხანაზე რამდენიმე Flamingo რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს დაახლოებით 500 კილომეტრით 310 მილით ფრონტის ხაზიდან დაშორებით. კადრებში ნაცვლად ჩანს ამ გიგანტური რაკეტებიდან ორი სილუეტი, რომლებიც ქარხანას მოხვდა. ეს ქარხანა ბალისტიკური რაკეტების მობილური გამშვები დანადგარებისა და საარტილერიო სისტემების აწყობაზეა პასუხისმგებელი. და ეს იყო მხოლოდ ბოლო წარმატებული დარტყმა Flamingo-s რაკეტით განხორციელებულ დარტყმათა სერიაში. მაგალითად, 10 ივნის 5 Flamingo გაუშვეს ჩებოქსარის უნერ პროგრესის თავდაცვის ელექტრონიკის ქარხნისკენ, რომელიც დასავლეთ რუსეთში მდებარეობს, ფრონტიდან 900 კილომეტრით, ანუ 560 მილით დაშორებით. ამ რაკეტებიდან ორმა შეძლო მიზნამდე მიღწევა. ქარხნის ანტიდრონული დაცვის სისტემების გვერდისავლით ძლიერი აფეთქება გამოიწვია დარტყმისას და გამოიწვია მასშტაბური ხანძარი. ბომბების მიმართულებითაც კიევმა სერიოზული პროგრესი აჩვენა. წარსულში მას დასავლური მარაგებზე უწევდა დაყრდნობა, რომლებიც ხშირად შეზღუდული რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი და დაკავშირებული იყო სხვა შეზღუდვებთან, რომელთა კონტროლიც უკრაინას არ შეეძლო. ახლა კი უკრაინამ თამაში შეცვალა და საკუთარი შეიარაღების სერიული წარმოება დაიწყო. მაგალითად, DG Industries-ის მიერ შექმნილი Equalizer Glide Bomb. ეს ბომბები, რომლებიც გაშვების წერტილიდან ათეულობით მილს გადიან, საკმარისად ძლიერი ასაფეთქებელი ძალით გამოირჩევიან, რომ გაანადგურონ რუსული სამიზნეები, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარის სადგურები, საბრძოლო მასალის საწყობები, ჯარის კონცენტრაციები, ტანკები და სხვა ჯავშან ტექნიკა. უკრაინის მიერ საშუალო და გრძელ მანძილზე დარტყმები უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, მაგრამ თამაშის წესები სრულიად შეიცვალა ამ მძიმე შეიარაღების გამოჩენით. ისინი აღარ არიან მხოლოდ რუსეთის რესურსების დრებისა და ინფრასტრუქტურის მსუბუქი დაზიანებით დაკავებულნი. ახლა კიევი პირდაპირ სამიზნეებს პირდაპირ ნაპლეთებად აქცევს. უახლესი დარტყმები კრემლისთვის უფრო დამაზიანებელი და ძვირადღირებულია, ვიდრე აქამდე რამე ყოფილა. როგორც კალიფორნიის ანალიტიკური ცენტრის რენდის მკვლევარი მაიკლ ბონეტი აღნიშნავს. ნებისმიერ ჩვეულებრივ დამკვირვებელსაც კი შეუძლია დაინახოს, რომ უკრაინის დარტყმებს დროთა განმავლობაში სულ უფრო დიდი გავლენა აქვს. და ეს მხოლოდ მეტი ცეცხლსასროლი ძალის საკითხი არ არის. ეს ასევე მოქმედების გაზრდილი რადიუსის საკითხიცა. უახლესი ანგარიშის მიხედვით, დღეს უკრაინას აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა, რომ დაარტყას რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს და მის მთლიანი მოსახლეობის 70%-ზე მეტს. რუსეთის საკუთარ მონიტორინგის არხმა, რომელიც მთელ რუსეთში რადარს იყენებს, ცოტა ხნის წინ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაშის სიგნალები გაავრცელა. ეს მოიცავს ვოლგის ფედერალური ოლქის 5 სხვადასხვა რეგიონს, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ასტრახანის რეგიონი, რომელიც უკრაინიდან დაახლოებით 900 კილომეტრით, 560 მილით არის დაშორებული და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი ნაწილი, რომლის ზოგიერთი ტერიტორია უკრაინიდან 1200 კილომეტრამდე, 750 მილამდე არის დაშორებული. ცენტრალურ რუსეთში მოსკოვში გამოცხადდა განგაში, რომელიც უკრაინიდან დაახლოებით 400-დან 500 კილომეტრამდე, 250-დან 310 მილამდე არის დაშორებული. ვლადიმირი, რომელიც უკრაინიდან 450 კილომეტრით არის დაშორებული, ტამბოვი, რომელიც 350 კილომეტრით არის დაშორებული და ლიპეცკი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 300 კილომეტრით არის დაშორებული. 1 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სოგარ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ძალებმა დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უფაში, რომელიც ფრონტის ხაზიდან შთამბეჭდავად 1300 კილომეტრით 800 მილზე მეტით არის დაშორებული. ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა ეს ადგილი დაარტყეს. ფენტას რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტიც დაარტყეს, რომელიც ფრონტიდან დაახლოებით 600 კილომეტრით 370 მილით არის დაშორებული.
ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას კონფლიქტის ადრეულ ეტაპებთან შედარებით. მაგალითად, 2024 წელს ერთადერთი რუსული რეგიონები, რომლებსაც ნამდვილად უწევდათ უკრაინული თავდასხმების გამო შეშფოთება, იყვნენ ისინი, რომლებიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდნენ საზღვართან და უკრაინის რესურსების დიდი ნაწილიც გამოიყენებოდა მტრის ობიექტების წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეხლა რუსეთში თითქმის არც ერთი ადგილი აღარ არის ნამდვილად უსაფრთხო. დასავლეთის რეგიონებიდან სიბირის კიდეებამდე საჰაერო განგაში სირენების ხმა ყოველდღიური ცხოვრების უფრო დიდი ნაწილი ხდება, რადგან უკრაინა ომს რუსი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოაქვს. და ეს სირენები უბრალოდ მცირე დისკომფორტი არ არის. ხშირად, როდესაც განგაში იწყება, მთელი ქალაქები და დასახლებები უნდა დაიხუროს. აეროპორტები წყვეტენ მუშაობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება და ხალხს ეუბნებიან, რომ დარჩნენ შენობაში ან თავშესაფარში ჩავიდნენ. ამას თავისი გავლენა აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ იმეორებს რუსეთის ტაქტიკას და არ ესხმის თავს სამოქალაქო სახლებსა და ინფრასტრუქტურას, რუსი ხალხის ცხოვრებაზეც ომი სულ უფრო შემაშფოთებელი და რთული გზებით ახდენს გავლენას. ეს კი თავის მხრივ მათ უფრო მეტად უბიძგებს, რომ ვინმე დაადანაშაულო და ბევრი მხოლოდ ერთ ადამიანს ადანაშაულებს, ვლადიმირ პუტინს. შედეგად პუტინის პოპულარობა მკვეთრად დაეცა. მაშინაც კი როცა კრემლის პროპაგანდისტული საშუალებები ატარებენ სახელმწიფო გამოკითხვებს, სულ უფრო მეტი რუსი გამოხატავს რეალურ შეშფოთებას იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია მათ პრეზიდენტს კვლავ ქვეყნის მართვა. და სავარაუდოა, რომ პუტინისთვის და მისი ხალხისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება უახლოეს კვირებსა და თვეებში, რადგან უკრაინის არსენალი ამიერიდან მხოლოდ გაძლიერდება. მართალია, ბოლო ცნობები ასევე მიუთითებს, რომ უკრაინამ შესაძლოა პირველად გაუშვა საკუთარი წარმოების შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტა. ეს ინფორმაცია ეფუძნება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთარ მონაცემებს. ბოლო ანგარიში კრემლის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში მისმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 600-ზე მეტი დრონი, 7 საჰაერო ბომბი და ის, რასაც მან უწოდა შორი მანძილის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა. მოსკოვს არ მიუწია დამატებითი ინფორმაცია თუ რა ტიპის რაკეტა იყო ეს და არც უკრაინას გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ამ დროისთვის. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ Firepoint იმუშაობს FP-9 ბალისტიკურ რაკეტაზე და ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ის უახლოვდება ფრენის სატესტო ეტაპს. კომპანიის მთავარი კონსტრუქტორი დენის სტილემანი ადასტურებს, რომ ტესტები დაიწყება ან ზაფხულში, ან ადრეულ შემოდგომაზე. შესაძლებელია, რომ ეს ტესტები უკვე დაწყებულია და FP-9 უკვე გამოყენებულია ერთ ან რამდენიმე რუსულ სამიზნეზე. თუ ასეა, ეს კიევის არსენალს კიდევ ერთ დიდ ძალას შემატებს. FP-9 სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ გაანადგუროს სამიზნეები რუსეთის შიდა რეგიონებში. მისი სავარაუდო მოქმედების რადიუსი 845 კილომეტრია, ანუ 530 მილი. შეუძლია მიაღწიოს საოცარ სიჩქარეს 2200 მეტრი ძამში, ანუ 7220 ფუტი ძამში. და ატარებს უზარმაზარ საბრძოლო ქობინს, რომლის წონაც აღწევს 800 კილოგრამს, ანუ 1760 ფუნტს. ჩვენ ნახეთ, რომ კიევის თავდაცვის სექტორმა შექმნა მსოფლიო დონის დრონები და ძლიერი ფრთოსანი რაკეტები. ბალისტიკური რაკეტა ამ თავსატეხის ბოლო ნაწილია. და თუ FP-9 უკვე მოქმედებაშია, შეუძლებელია ვივარაუდოთ, რა ზიანის მიყენება შეუძლია უკრაინას მისი გამოყენებით, როგორც ბლუმბერგი აღნიშნავს. თუ ეს დადასტურდება, ბალისტიკური რაკეტის გაშვება იქნება ახალი ნაბიჯი კიევის მცდელობაში გააფართოვოს შიდა წარმოების შორ მანძილზე დართმის შესაძლებლობები, დრონებისა და ფრთოსანი სისტემების მიღმა. თუნდაც ეს ცნობები მცდარი აღმოჩნდეს და FP-9 ჯერ მზად არ იყოს განთავსებისთვის, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დავინახავთ ამ რაკეტას, როგორ ააფეთქებს ხირებულ რუსულ ინფრასტრუქტურას. როდესაც ამას დაუმატებთ მძიმე დრონებს, ახალ პლანირებად ბომბებს და ფლამინგო ფრთოსა რაკეტებს, უკრაინა დღეს უფრო ძლიერადაა შეიარარებული, ვიდრე ოდესმე თავის ისტორიაში, რაც რუსეთს უქმნის პრობლემების დალვას, რომელსაც უბრალოდ ვერ გადაჭრის. ეხლა რომ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გროვდება ეს პრობლემები პუტინის მაგიდაზე და როგორ მიაქანებს ისინი რუსეთის პრეზიდენტს კიდევ უფრო ღრმა კრიზისში, ნახეთ ეს ვიდეო. სხვა მხრივ, უყურეთ ამ ვიდეოს, რათა გაიგოთ, როგორ იწყებენ მოსკოვის ბიზნესები, ინვესტორები, დავესტორები და ელიტები თეთრი დროშის აფრიალებას. აცნობიერებენ, რომ ომი მოუგებელია და მოუწოდებენ პუტინს დაასრულოს იგი. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ The Military Show. მეტი საინტერესო კონტენტისთვის სუსტად ასეთი, როგორიც ესა.